მოისურვა რევანში. ნელ-ნელა. აუცებს საფრანგეთს და საქართველოს. ვაწენინეთ, დავამწუხრეთ კვლავ. მოგესალმებით, მეგობრებო. მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, ეს კრივი სამყაროა და ჩვენ ვართ მუდამ იქ, სადაც არის ქართული კრივი. ამჯერად კი ქართული კრივი არის საფრანგეთში და ჩვენ გველის ძალიან საინტერესო სიუჟეტი წინ. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი სახელად კრივი სამყარო, ასევე ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia, სადაც არაერთი ძალიან საინტერესო მასალა გელით სოფლიო თუ ქართული კრივის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სიუჟეტს, ჩვენ უკვე ვიმყოფებით საფრანგეთში და მე ვარ თქვენთვის უკვე ძალიან კარგად ნაცნობი მოკრივის ბაჩო ჯინჭარაძის სეკუნდანტი ფრანგულ რინგზე. მოგეხსენებათ, სულ რამოდენიმე კვირის წინ ბაჩო ჯინჭარაძემ ძალიან მაგარი ბრძოლა გამართა სწორედ აქ ამ ქალაქში საფრანგეთში და დაამარცხა ადგილობრივი დღემდე დაუმარცხებელი, მანამდე დაუმარცხებელი მოკრივე. ძალიან კარგი, ძალიან მაგარი შოუ იყო, ძალიან ხალხმრავალი და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია ამ გამარჯვებამ, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში. გამოუხდა ხანი და ჩვენმა მეტოქემ მოისურვა რევანში და ჩვენ აი ეს ბრძოლა მივიღეთ და სწორედ სარევანშო ბრძოლისთვის ვართ აქ ჩამოსულები. ჩვენ უკვე ვიმყოფებით აი ამ პატარა დაბაში, რომელსაც ქვია ბრუარი ლა ბუისიერ და ველით ჩვენს მომავალ ბრძოლას. განთავსებული ვართ აი ამ სასტუმროში, სადაც არის უკან პატარა რესტორანიც და ველოდებით უკვე აწონების ცერემონია. ჩვენი მგზავრობა დაიწყო თბილისიდან, ჰქონდა საკმაოდ ხანგრძლივი ფრენა, ბაჩო ახლა ისვენებს, მე კი ველოდები საღამოს, როდესაც შედგება აწონების ცერემონია. სხვა ყველაფერს კი თქვენ ნახავთ ჩვენთან ერთად. ასე რომ წავედით. ახლა კი აწონების დრო, ბაჩომ დაისვენა და ველოდებით წამოყვანონ აწონებზე. ნახოთ, ჩვენ წონაში ვართ, რა თქმა უნდა, იმედია მეტოქი არ იქნება გრანდიოზული. ცა ეგეთების გასაღებებიც გვაქვს. მოგვიყვანეს პატარა ბარში, სადაც იციან ხოლმე ესეთ პატარა ბარებში აწონების ჩატარება და ამჯერადაც როგორც ჩანს ასია საქმე. ზევართ ახლა ველოდებით იმედია მოაბავოთ თავს. იმიტომ რომ ბევრი ჩოჩქოლი იციან ზოგადად სანამ საქმეს თავს მოაბავონ ხოლმე და ველოდებით მოთხმინებით სხვა რა დაგვრჩენია. სხვა რა დაგვრჩენია. მოკლედ დანარჩენი ნორმალურად არის ყველაფერი, აი ესეთი სიტუაცია პატარა. ესეთი რაღაც სპორტ კაფეა, სადაც მოხდება ჩვენი აწონების ცერემონია. აი ესე მეგობრებო, ჩვენ უკვე საფრანგეთში ვართ, ბრუარი ლა ბუისიერე, რამდენად სწორად წარმოვთქვა, კიდევ არ ვიცი, ამ დასახლების დასახელება ძალიან მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამედ ვარ აქ. როგორც მე უკვე გითხარით, სწორედ აქ ვართ მე და ბაჩო ჯინჭარაძე და დღეს უკვე გუშინ მქონდა აწონები, წონა ჩავაბარეთ, ჩვენ რა თქმა უნდა კარგად, მეტოქემ რა თქმა უნდა ცუდად. 1 კილოთი მძიმე იყო, თუმცა ავამოქმედეთ შესაბამისი სანქციები, როგორც ხდება ხოლმე ასეთ დროს და მოკლედ ეს თემა მოგვარდა. შემდეგ ნორმალურად მიდის, არ აუშავს ყველაფერი, ერთი პრობლემა ის არის, რომ ენობრივი ბარიერია, არაფერი ჩვენი არ ესმით, ფრანგულის გარდა არ იციან სხვა ენები, ინგლისური ყოველ შემთხვევაში და ჩვენც ფრანგული არ გვესმის და ცოტა ეს გვირთულებს მოკლედ აქ ცხოვრებას, თუმცა არ აუშავს, მაინც ვაგებინებთ ჩვენი სერბი მეგობრების დახმარებით, ასევე რომლებიც ჩვენთან ერთად არიან სასტუმროში. თორე სასტუმროს მომსახურე პერსონალმაც კი არ იცის ინგლისური, რაც შეიძლება საქართველოშიც ბევრს გაუკვირდეს.
მოკლედ რაც შეეხება ჩვენს მომავალ მეტოქეს, თქვენ უკვე იცით და მე სავალში ვთქვი, რომ ეს არის იგივე მეტოქე, რომელიც ჩვენ გვყავდა წინა ასპარეზობისას, ჟან როდერი, რომელიც ბაჩომ დაამარცხა ქულებით და ამ ჩვენმა მეტოქე მოინდომა რევანში, რა თქმა უნდა, ის გაწმილებულია თავის საკუთარ მხარეში, თავის ქვეყანაში ჩვენ მის დამარცხება შევძელით და ისევ აქ თავის საკუთარ ქალაქში დაგვიბარა რევანშისთვის. ბაჩო, რა თქმა უნდა, ბრძოლაზე უარს არ ამბობს და მივეცით ეს რევანშის შანსი. ეხლა კი გადავალ სიტყვით ბაჩოსთან და ვკითხავ, ბაჩო, პირველ რიგში მე ვიცი რომ შენ ამ პერიოდში ქონდა შეფერხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაღაც გარკვეული პერიოდი, ხო არ იმოქმედა ამ ყველაფერმა და როგორ გრძნობ თავს ეხლა უკვე ამ სარევანშო ბრძოლის წინ? გამარჯობა ლევან, პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. კი მქონდა ძალიან ცუდი პერიოდი, ერთი კვირა, რაღაც ვირუსი მქონდა, არ ვიცი რა ჯანდაბის ვირუსი ავიკიდე და ცუდად ვიყავი და ვერ ვაგრძელებდი სათანადო ვარჯიშს, მაგრამ ეხა ამ ეტაპზე ნორმალურად ვგრძნობ თავს და მგონია რომ შევძლებ ბრძოლას. დღეს ცნობილი მეტოქე გვყავს, ვიცი ეხა ასე თუ ისე მის შესაძლებლობები და ვეცდები რომ კიდევ იგივე შედეგი გავაკეთო რაც წინაზე. ერთი რაც უნდა ითქვას ჩემი აზრით, ეხლა უკვე გაცილებით რთული იქნება, გამომდინარე იქიდან რომ მეტოქე იქნება კიდევ უფრო მეტად მობილიზებული, მეტად მოემზადებოდა და ყველაზე ცუდი რაც არის, ხო, წონაშიც ჩვენზე მძიმეა ისევ, უფრო დიდი იქნება, დაკლებული აქვს, ბაჩო, ამ წონაში არის ფაქტიურად ჭამს, სვამს და ისე, იმიტომ რომ ნაკლებია მის წონა, ის იკლებს და მეორე დღეს გაცილებით დიდია ხოლმე და ეგრე იქნება ამ შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე მეტად მე მეშინია მსაჯების დღესდღეობით, იმიტომ რომ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე მსაჯებთან არ ქონდეთ ნამუშევარი, აი ამის მეშინია ყველაზე მეტად. დარწმუნებული ვარ, ასეთი სიტუაცია იქნება ლევან, შენ ხა ეგ იერკვევი მაგ სიტუაციაში. ძალიან თუ არ მოვიგეთ და ძალიან დიდი უპირატესობით თუ არ გავედით წინ, არ მგონია რომ ეს ბრძოლა გავუატარო. ხო, და აი მეც მაგას ვფიქრობ, რომ წინაზე როგორც მოვიგეთ, იმაზე კიდევ გაცილებით უფრო მაგარი ბრძოლა უნდა ვაჩვენოთ, გაცილებით უფრო უნდა მოვინდომოთ, გაცილებით უფრო კარგად უნდა წავმართოთ ყველაფერი, რომ ეს ბრძოლა ამათმა გაგვატანოთ. თორემ მეორედ ასეთ სირცხვილს აი თავს მოიკლავენ რინგზე და არ გაგვატანენ, მაგრამ ჩვენ მე ვიცი რომ შენ შეგიძლია და გვაქვს მაგის გასაღებები და დანარჩენი მოკლედ ვნახოთ. სხვა დანარჩენს რაც შეეხება მეგობრებო, ნუ ბაჩო წინა ბრძოლა დევს YouTube-ზე შეგიძლიათ ნახოთ. ძალიან მაგრა თითქმის ყველა რაუნდი ულაპარაკოთ მოიგე შენის ბრძოლა. ნუ ამ ბრძოლაშიც რა იქნება, რა არის ჩვენი უპირატესობა მოკლედ მეტოქესთან შენი აზრით? ჩემი აზრით სისწრაფე და ახლო ბრძოლა ჩემი დიდი უპირატესობა იქნება, იმიტომ რომ წინა ბრძოლაზე შევამჩნიე რომ ვერ მებრძოლება ახლო ბრძოლაში ჩემი მეტოქე. ნუ სისწრაფედაც მე ვჯობი ვარ. თუ ნახოთ ეხა რინგზე ავალ რა შედეგს დადებს ამ ეტაპზე, იმიტომ რომ მომზადებული იქნება ერთი 3 კვირა კი არის გასული ჩემი ბრძოლის შემდეგ. 3 კვირაში შეიძლება რაღაც შეცვალო სტრატეგიულად და მომიდგეს სხვანაირად და ნახოთ აი რინგზე რო ავალ გამოჩნდება ყველაფერი. მოკლედ ნახოთ სხვა ყველაფერი დანარჩენი, რაც შეეხება დღევანდელ დღეს. როგორც მე უკვე გითხარით, ჩვენთან ერთად არიან სერბეთის გუნდია, სერბი მოკრევე იბრძოლებს ჩვენთან ერთად და სერბეთის პროფესიონალური კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ლუკა პოპოვიჩი, ვისთან ერთადაც ვართ ჩვენ სასტუმროში, ვიცნობთ ბატონ ლუკას ჩვენ დიდი ხანია, ჩვენი ძველი მეგობარია ქართველების. მათთან ერთად ჰქონდა გუშინ ვახშამი, საკმაოდ სასიამოვნო, ბევრი ვისაუბრეთ. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ სერბები ბევრ რამეში ძალიან გვანან კიდეც ქართველებს და მათთან იოლია ხოლმე ჩვენთვის საერთო ენის გამონახვა. დღესაც დილის საუზმე ერთად ჰქონდა და მე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოსულიყავით, მოგეხსენებათ წინა შემთხვევაში ბაჩომ გადაწყვიტა, რომ დაესვენა, თან ცუდი ამინდი იყო, ამჯერად კარგი ამინდია და ეს სილამაზეები არ უნდა გამემაზა და წამომიყვანა ლევანი და ძალიან კმაყოფილი ვარ. ხო, და აი ნახეთ, აი ეს არის ადგილია. კი, ციხესიმაგრე, შატო, ძველი და საკმაოდ საინტერესო რაღაცები ნახეთ, თქვენც გაჩვენებთ კიდევ ერთხელ, უკვე ვეცდები რომ მე ჩვენს წინა ვიდეო ბლოგში თქვენ ნახეთ ეს ყველაფერი, თუმცა ვეცდები უკვე რომ სხვა კუთხით დაგანახოთ ეს პატარა ქალაქი ბრუაი ლა ბუისიერე.
ნელ-ნელა ამოღა. ნელ-ნელა ამოღა. მეოთხედ რო ჩამოყოლ უკვე ზუსტად გეწოდინება დასახელება. თავიდან არც კი ვცდილობდი რომ მეეხსენებინა და მეთქვა ეს ქალაქი, მაგრამ ნელ-ნელა და მოკლედ განწყობა კარგი გვაქვს, დრო ბევრი გვაქვს საღამომდე. დავათვალიერებთ ახლა ამ ქალაქს და მერე უკვე დავისვენებთ და მოვემზადებით უკვე ბრძოლისთვის. აბა, ნახოთ ახლა წინ რა გველის. დროებით. აი მოვიდა საღამო, მოვიდა ბრძოლების დრო და მოვედით დარბაზში. აი ესე შევდივართ. შესწორედ აი აქ ამ დარბაზში მოვედით და ხედავთ რომ ხალხი უკვე მოდის, ხალხურავნებაა ამ რეგიონში საფრანგეთის როგორც ძალიან უპარტნიორი, მოვედით ძალიან ბევრი ხალხია ხოლმე და ასე ჩანს ამჯერადაც. მოკლედ მოდის ხალხი, ივსება ნელ-ნელა დარბაზი, ჩატარდება სამოყვარულო კრივის ბრძოლები და სულ ბოლო ბრძოლა იქნება ჩვენი. სადაც ბაჩვეთდება რომ კიდევ ერთხელ დაამტყუროს ადგილობრივი პუბლიკა, სამაგიეროდ გაგვახაროს ჩვენ. განწყობა კარგი გვაქვს, დასვენება შევძელით, მოკლედ კარგად ვართ, მზად ვართ ყველაფრისთვის ბრძოლისთვის. შემართება არ გვაკლია და დანარჩენი ერთად ვნახოთ რა მოხდება ამჯერად უკვე აქ. ვაუ ლა ბუისიერაში. აი ნახეთ მეგობრებო, გატენილია დარბაზი, ძალიან ბევრი ხალხია მოსული და აი აქ ამ შოუზე მთავარ ბრძოლაში იბრძვის ქართველი ბაჩო ჯინჭარაძე. ასე რომ კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ ამ ვიდეოშიც, როდესაც თბილისში ჩატარდება. მალე იქნება ძალიან მაგარი შოუ, იქნება ამაზე ბევრად მაგარი შოუ, ვიდრე აქ არის. აუცილებლად გაგჭირდება ქართველი კომაგების მხარდაჭერაც. ასე რომ უკომაგეთ ქართულ კრივს მობრძანდით ყოველთვის ქართველი მოკრივეების მხარდაჭერად საქართველოში გამართულ საკრივო შოუებზე. აი თქვენ თვითონ ხედავთ, ეს არის მეორე მხარე, სადაც შედარებით არის დამწყარებელი კიდე დარჩენილი, მაგრამ ბოლო ბრძოლისთვის, უკვე მთავარი ბრძოლისთვის, როცა ჩვენ ვიბრძოლეთ, გაიტენება ეს დარბაზი. აქ შემოსვლა ის 20 евро და ყველანი თამამად იხდიან ამ თანხას იმისთვის, რომ ნახოს საკუთარი სპორტსმენების წარმატება. ჩვენ ცოტა დავუდგეთ გვერდში უფასო შოუებზე მაინც ქართულ სპორტსმენებს. ბაჩოს რაც შეეხება, უკვე ემზადება, დავიხვიეთ ხელზე, ინტები და მზად ვართ ბრძოლისთვის, სულ მალე გავალთ ჩვენს რინგზე.
წამოვა, შეიძლება წამოვიდეს თავიდანვე. ოპა, ჯიგარი ხარ. საღოლ. ოპა, ჯიგარ, მგელი ხარ ბაჭო, საღოლ ძმა. მუცელი. ოპა, ჯიგარ, ჩემ გენაცვალე. ოპა, საღოლ. ოპა. ოპა! მარცხნი, ოპა, ჯიგარი ხარ. კიდე. ხარ. ოპა, ჯიგარ, ბაჭო, გენაცვალე. კაი ბიჭი ხარ. მარცხნი გადმოვიდა და არყა. დავაი, დაუშვა. აეგრე. კიდე. ოპა! ჯიგარი ხარ. მარცხნი გადავიდა. ცოტა შეცვალე პოზიცია. ოდნავ მარცხნი. აეგრე და მარჯვენა მომზადე. ოპა! რომ მაგან მეორე ხელი ვეღარ მოგაწდინო. სული იქით უნდა იყო. გვერდზე უნდა გადახტე და დააჯახო მარჯვენა. დავაი, შედი, ჯიგარ! ოპა, მგელი ხარ. ოპა! ჯიგარი ხარ. მგელი ხარ. მარცხნი. ოპა! მარცხნი, მიდი, ბაჭო, მიდი. მე გამოიმეტეს ჩვენმა მასპინძლებმა. რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ მოგება გვეკუთვნოდა. მაგრამ ფრედს რო გამოიმეტეს ამ მოგებულ ბრძოლაში, ყველა მეცს რო ფრე არის გამარჯვება და ბაჩომ კიდე ერთი წარმატებული ძალიან მაგარი ბრძოლა ჩაატარა, მეგობრებო. ეს ბიჭი აოცებს საფრანგეთს და საქართველოს. წარმატებული ბიჭი. აი ხარ. მოკლედ მეგობრებო, აი ასე თავი ამოვყავით ევროპის დედაქალაქში. ბრიუსელში ვართ. ჩვენმა მასპინძლებმა წუხანდელი ჩვენი ძალიან მაგარი ბრძოლის მერე ეგრევე გამოგვისტუმრეს. ვაწყენინეთ, დავამწუხრეთ კვლავ ისევ და ისევ და ეგრევე გამოგვისტუმრეს და ბრიუსელის აეროპორტში უნდა ყოფილიყავით დაახლოებით 13 თუ 14 საათი. შესაბამისად, ცოტა დასვენების შემდეგ ჩვენ აეროპორტში არ გავჩერდით და გამოვისეირნეთ ბრიუსელის ქუჩებში. დავათვალიერეთ ეს ქალაქი, ძირითადი ნაწილი მე და ბაჩომ. და მე მგონი ვისიამოვნეთ. ძალიან კარგი ქალაქია, ყველაც გიჩევთ მოინახოთ ეს ქალაქი. ვინც მოხვდებით აქ, ფოქსიორებს მოიწონთ. კი, ბიჭებო, ნუ გეზარებათ ხოლმე სასტუმროში წოლა არაფერს გარგებთ. გავისეირნეთ, ნახეთ და მართლაც არ ინანებთ, იმიტომ რომ ბევრი შთაბეჭდილებები დამატებით მივიღეთ. საბოლოო ჯამში აქვე შეგვიძლია ჩვენ შევაჯამოთ ჩვენი ეს ასპარეზობა ევროპაში. რაც შეეხება ბრძოლას თქვენ ნახეთ, ჩვენ საკუთარი შრომით და საკუთარი ბრძოლით კმაყოფილები ვართ. უბრალოდ კი, გასაგებია რომ უკვე რევანშის მატჩი იყო, გასაგებია რომ პუბლიკისგან სხვადასხვა მოდიოდა და ნუ გაუწიეს მსაჯებმა გარკვეულწილად ანგარიში ამ ყველაფერს და საბოლოოდ ფრე მოგწეს, თუმცა ფრე ყველა მის რო გამარჯვება ამ მეტოქესთან ერთი ფრე გვაქვს, ერთი გამარჯვება გვაქვს საკუთარ მოედანზე, მის ქალაქში, მის ქვეყანაში. შესაბამისად, ყველაფერი ნათელია. რაღა დარჩენია საქართველოს ჩავე. მართლა ბატონი გრიშაონიანის არ იყოს, მეტი რაღა უკრად. ხო, სხვა დანარჩენს რაც შეეხება, არაუშავდა მასპინძლებმა ნორმალურად მოგვაქციეს ყურადღება. ნუ ფრენა სერბებს ჩვენთან ერთად ვინც იყვნენ ქონდათ ადრე და საბამისად მაგიტო მოგვიწია ჩვენც ადრე წამოსვლა, ამაზე აღარ გავძალიანებულ ვართ მაინც და მაინც, იმიტომ რომ პირიქით უკეთესი შანსი გაგვიჩნდა რომ კიდევ ერთი ძალიან მაგარი ქალაქი, ბელგიისა და ევროპის დედაქალაქი ბრიუსელი გვეხილა. მოკლედ ბაჩო განაგრძობს მზადებას, განაგრძობს ვარჯიშს, განაგრძობს უფრო დიდი მიზნების კესრაფას. თქვენ კი ძვირფასო მეგობრებო, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ სოციალურ ქსელებში და დაელოდეთ კრივის სამყაროს მორიგ სიუჟეტებს. ნახვამდის.